ეხლა ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, ჩემო ძვირფასებო, საუბრობდით მცნებების შესახებ. თქვენ იცით, რომ ჩვენ 5 მცნება გავლილი გვაქვს. იცით, რომ 4 მცნება ეს არის რა გვევალება ჩვენ ღმერთის წინაშე ადამიანს და დანარჩენი 6 მცნება არის ესე იგი რა ევალება ადამიანს ადამიანის წინაშე. აი დღეს ჩვენ ზუსტად ამ მცნებებზე უნდა ესე იგი ვისაუბროთ, როგორ ესე იგი როგორ მოხდა ამ მცნებების დაწესება ღვთისგან. აი ადამიანები მოსე დიდი წინასწარმეტყველი იყო და მოსეს ეუბნებოდნენ, რომ მოდიო ჯობიაო, რომ ღმერთმაო დაგვიწესოს კანონებიო, დაგვიწეროსო, თვითონ გვითხრასო, შენი პირითო, და შევასრულებთ ყველაო. და მართლაც, აი მე მინდა გითხრათ, რომ მოსემ აასრულა ღვთისნება, მოამზადა ხალხი და ჩააცმევინა სადღესასწაულო ტანისამოსი. ესე ვთქვი, დღესასწაულზე სხვანაირად ვიმოსებით ხოლმე ლამაზად. ჩააცმევინა ესე იგი მოსემ ამ ხალხს, მესამე დღე რომ დადგა, სინაψთა შეიმოსა შავი ღრუბლი და გაჩნდა ჭექა ქუხილი და ხალხი შეეშინდა. უცბად დაიბურა ესე რამაცნაირი გახდა და ვაიმე შეეშინდა და უცბად დაიწყო მოისმა საყვირის ხმაო, ანუ დიდი ხმამაღალი ხმაური, რაღაც არამიწიერი. მოსი ამ დროს იდგა მთაზე წინაშე ღვთისა. მორთული ხალხი კი მთას გარს ერტყა და შიშით კანკალებდა, შიშობდნენ ხალხი. შემდეგ ყველაფერი დაიდინდა. დადგა სიმყუდროვე და ჩამოვარდა სიჩუმე. ამ დროს თიდან მკაფიო და გარკვეული ხმით მოისმა. აი უკვე ზეციდან გაისმა ასეთი პირველი ხმა. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე. აი დაახლოებით როგორ ხმა, არამიწიერი ხმა გაისმა, ბოხი ხმა, რაღაც სხვანაირი, რომ ესე იგი თორე ადამიანური ხმა რო გაჩენილიყო, ხალხი იტყოდა, აი ვიღაცაო, ხოცი ადამიანებმა როგორ იციან. აი შეიძლება ოიქო რაღაცა იდგაო იქიდან გამოსცემდა ხმას, ანუ დაეჭვდებოდნენ. მაგრამ აბა ასეთი ხმა რო იყო, ზარზარებდეს ყველაფერი, ხო და იგი ხმა და ანუ ნახე რა უთხრა, მე ვარ შენი ერთადერთი ღმერთი და სხვა ღმერთზე არავისი არ ათქვა, რომ ეს ღმერთიაო. ეს ბავშვებო, ესე კი არ მივიღოთ, რომ თვითონ უფალს ჭირდება, რომ ჩვენ მივიღოთ მარტო ის ღმერთად და დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. ღმერთი ვიცით ჩვენ ჩემო ძვირფასებო, რომ არის სრულყოფილი. მას კი არ ჭირდება ჩვენი აღიარება, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ჩვენ დავზარავდეთ. აი ამის გამო დავიდე და ხალხი იმდენად შეშინდა ამას რო უყურეს. ასე უთხრეს, რომ მოდიო მოსეო, წადიო შენ ცალკე ნახეო და ჩვენ ამ ღვთაებრივ ატმოსფეროს ვეღარ გაუძლებთ. გვეშინია ძალიან. ხო და ჩვენო გენდობითო, მიდიო შენ ელაპარაკეო, დაგიწეროსო, დანარჩენი მცნებებიცო, ხო და ჩამოიტანეო და ჩვენო მივწმუნებთო, რა გინდა მეტიო. ხო და მერე მოსემ უპასუხა, ესე იგი მართლაც მოსე წავიდა ზევით მთაზე, იქ კიდევ ამ ღრუბელში შევიდაო, წერია ღრუბელში შევიდა და ასე დაუწერა უფალმა კანონები. აი როგორც წერია, ქვის ფილაზე დაუწერა. 2 ქვის ფილა დააჭერინა მოსეს. ფილა რა არის? ყელი ქვა, აი რაზეც შეიძლება დაწერო. ერთზე დაუწერა 4 მცნება, მეორე ქვაზე დაუწერა 6 მცნება. ეხლა თქვენ ხვდებით, რომ ვარემ 5-5 გაენაწილებინა, ხო? ეხლა ადამიანურად რო განსაზღვროთ, მაგრამ იცით რატო დაუწერა ასე? ერთ ფილაზე 4 მცნება, იმიტომ დაუწერა, რომ ეს ერთი ქვის ფილა ღმერთის კანონებს ნიშნავდა. ანუ რა ევალებოდა ადამიანს ღმერთის წინაშე. მეორეზე დაუწერა 6, იმიტომ რომ ეს უკვე ეხებოდა
ადამიანს რა ევალებოდა ადამიანთა წინაშე. მე ახლა შევეცდები ჩამოგითვალოთ ეს 10 მცნება, თქვენ უმეტესობა უკვე იცით, ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ, ახლა უბრალოდ თაომოყრა და მინდა გაამახვილოთ ყურადღება, რომ მხოლოდ 3 მცნებას გვაძლევს, რომ აი ესე გააკეთეო, დანარჩენ 7 მცნებაში ღმერთი გვეუბნება ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო. ესე იგი არა არის 7 მცნებაში დაწერილი. აი, რაც ყველაზე დიდი სისაძაგლეა, გითხრა, რომ ეს არ გააკეთე. და მხოლოდ 3 მცნება, სადაც გვეუბნება ეს ესე გააკეთე, ეს ესე გააკეთე, ეს ესე. ეხლა დავიწყოთ თუ თავიდან და მე უკვე ესე იგი თქვენ თვითონ თუ მიხვდებით, რომელია ის 3, რომელიც გვეუბნება, რომ ეს ესე გააკეთეთ და რომელია ის 7 მცნება, რომელიც გვეუბნება არა ეს არ გააკეთე. აი პირველი მცნება ასეთია. უკვე პირველი იცით, რომ ხალხმაც გაიგონა და მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენ და ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე. ანუ სხვას ღმერთი არ უწოდო არაფერს. არც შენობას, არც ცხოველს, არც ფრინველს და არც არაფერს. ესე იგი და ჩვენც უნდა დავიმახსოვროთ, რომ ღმერთი ერთი ერთადერთია, ღმერთი არის ერთადერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და რომელმაც შექმნა ჩვენ ადამიანები. მეორე, არ აქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არა თაყვანისცემად, არა ემსახურებოდე მათ. ესე იგი მეორე მცნება მარტივად, მე უფრო მარტივად გეტყვით, ის არის, რომ კერპი არ შექმნაო. ანუ კერპი ამ შემთხვევაში არის ის, რასაც ღმერთს გაუტოლებ რაღაცას. აი ახლა ამაზე რო თქვა, რომ ეს ღმერთიაო და საგანია, ხო? საგანი როგორ არის ღმერთი? მაგრამ არიან დღეს ადამიანები იძახიან, რომ რაღაცებს ააშენებენ, გამოიგონებენ და ამბობენ, აი ღმერთიაო. ხო, მინდა გითხრათ, რომ დღეს ძალიან დიდი პოპულარობით გადმოსცემენ სპორტს, კინოს, მსახიობებს, სიმღერებს, რეჟისორებს და რაღაცა დიდ რეკლამებს უკეთებენ, აგიჟებენ ამ საზოგადოებას და აი იქამდეც კი მივიდნენ, რომ მართლა ძლიერი ფეხბურთელი იყო დიეგო მარადონა არგენტინაში, მართლა ძლიერი ფეხბურთელი, ორჯერ გახადა მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები, რაც მათ ძალიან ესე იგი დიდი ამაგად ჩაუთვალეს ქვეყნისა და როცა გარდაიცვალა და სხვათა შორის ნარკოტიკებში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, ისევ თუდად იქცეოდა და მონათლეს როგორც ღმერთად და დიდი ძეგლი აუშენეს. ძალიან დიდი ძეგლი დაადგეს და მარადონაო და დღეს არგენტინაში ბევრი მიდის და ეუბნება, რომ აი როგორც ღმერთს თხოვენ, ამ ძეგლს თხოვენ, დიეგო მარადონას თხოვენ, რომ ბავშვი გადამირჩინე, აი ამინდი რომ კარგი გამოვიდეს. ეს არის გაკერპება. დაიმახსოვრეთ, ასე არ შეიძლება. გაკერპება აგრეთვე ის არის, როცა ღმერთზე ძალიან დედა შეიყვარებს შვილს. აი მე პირადად გამიგია, რომ რა ვქნა ჩემი შვილი ქვეყანას მირჩევნიაო იძახიან. ეს არ არის სწორი, უნდა ჩვენ სწორი ცხოვრება ვისწავლოთ. ასევე ბავშვი როცა იტყვის, რომ მე ყველა ღმერთზე ძალიან ჩემი დედა მიყვარს, ჩემი მამა მიყვარს, ეს არ არის სწორი. ეს ზუსტად ცნებების დარღვევაა. მესამე მცნება, არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა, ამაოსა ზედა. მარტივად ასე გამოითქმის, რომ ამაოდ ტყუილად არ შეიძლება ღმერთის სახელის ხსენება. ღმერთი უნდა ვახსენოთ დიდებით, ღმერთზე უნდა ვილოცოთ ჩვენ, ან უნდა განვადიდოთ, ან კიდევ თხოვოთ ღმერთს, რომ შეგვიწყალოს, დაგვიფაროს, ან მადლობა გადაუხადოთ. ესე იგი, მხოლოდ ღვთაებრივი დანიშნულებით უნდა ვახსენოთ მისი სახელი, სიწმინდით უნდა ვახსენოთ და დიდებით უნდა ვახსენოთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება ხუმრობა ღმერთზე, არ შეიძლება აი ანეკდოტების მოყოლა, რომ გავარცინოთ სხვები. არ შეიძლება აი თამაშის დროს ასე უცბად ღმერთი ვახსენოთ და ასე შემდეგ. და მეოთხე მცნება, ამით უფლის მცნებები დასრულდება. მეოთხე არის, რომ ესე იგი
დღეს შაბათი მოიხსენეთ, აქ წერია და მე თქვენთვის გასაგებ ენაზე გეტყვით, რომ მაშინდელი შაბათი დღევანდელი შაბათ საღამო და კვირა დილაა ჩვენთვის. ანუ ესე იგი ღმერთმა იცით, რომ ჩვენ ეკლესია შეგვიქმნა და ჩვენ ეკლესიაში რომ უნდა ვიაროთ შაბათს ლოცვაზე და კვირას წირვაზე და დავიცვათ ეკლესიის კანონები, ჩავაბაროთ აღსარება, სადაც ჩვენი ცოდვები მონანიება იქნება და ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აი ამის განხორციელება არის მეოთხე მცნების აღსრულება. აი სამწუხაროდ მე წმინდა მამებში მაქვს წაკითხული, ყველაზე ძალიან ადამიანებს მეოთხე მცნების დაცვა უჭირთ. და უმეტესი ადამიანი იმიტომ არ მოხდება სასუფეველში, რომ ამ მეოთხე მცნებას არ იცავს. ესეთი ვერსია არის წმინდა მამათა მიერ. მოკლედ ეს 4 მცნება დავიმახსოვროთ არის უფლის წინაშე. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ასევე ჩვენ გვითქვამს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ნოე წინასწარმეტყველზე, რომ მშობლების პატივისცემა, ანუ წაგიკითხავთ პატივեց მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყო შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. აი ჩვენ ამის ჩათვლით ყველა გვაქვს შესწავლილი. ეხლა დანარჩენი 5 მცნება მოისმინეთ. ანუ გადავედით უკვე მეორე ფილაზე. პირველი არის მშობლების პატივისცემა, მეექვსე არა კაცს ჰკლა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლეს ღმერთი აძლევს და ჩვენ უფლება არ აგვაქვს, რომ ღმერთის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს შევეხოთ და ესე იგი მოუსწრაფოთ სიცოცხლე. ამ ცნებაში შედის ასევე, რომ ადამიანს რომ მოსდის ხოლმე აზრი, რომ თითო რო გადაწყვეტს, რომ აღარ მინდა ცხოვრება და თავს იკლავს. ეს იგივე ამ ცნების დარღვევაა, იმიტომ რომ შენი სიცოცხლე შენ შექმენი, შენი სიცოცხლე შენ არ შეგიქმნია. შენ აი ლექსი რო დაწერე და მოთხრობა თქვენ რო დამიწერეთ, კაი მოთხრობები, ის თქვენია, კი ბატონო. ის თუ გინდათ გამოაქვეყნეთ, თუ გინდა არა, თუ გინდა დაწვით, თუ გინდა არ წაიკითხოთ, ეგ თქვენი ნებაა. ნახატი რო დახატეთ, არ მოგეწონა დაწვით, კი ბატონო, შენია. მაგრამ შენი სიცოცხლე შენ არ შეგიქმნია, ჩემო ლამაზო. ის ღმერთმა შექმნა და შენ უფლება არ აქვს, თქვა რომ მე აღარ მინდაო. ეს შენი არჩევანი არ გეძლევა ამას. ის ღმერთი შექმნილია და შენ უფლება არ აქვს, რომ არც ხვის სიცოცხლეზე თქვა უარი და მოსპო, არც საკუთარ სიცოცხლეზე. ესე იგი დავიმახსოვროთ, არა კაცს ჰკლა. მეშვიდე მცნება არის არა იმრუშო. ეს ჩემო ძვირფასებო, მარტივად ასე იხსნება. ოჯახს წარმოადგენს მამა და დედა და ისინი სიყვარულით ქმნიან ოჯახს და შემდეგ უკვე ოჯახში ჩნდება შვილები. აი როცა მამა და დედა ერთმანეთის მიმართ ერთგულებას იცავენ, აი მამას უნდა უყვარდეს მარტო თავისი მეუღლე, ანუ ამ შემთხვევაში ოჯახის დედა. დედას მარტო უნდა უყვარდეს თავისი მეუღლე, ამ შემთხვევაში ოჯახის მამა. და ისინი ერთმანეთის ერთგულები უნდა იყვნენ. და თუ ამ დროს მამა წავა და კიდე სხვა ხალხს ეტყვის მიყვარხარო და იმას შეხვდება და იმასთან ცალკე კავშირს გააბავს, აი ამ ცოდვას ქვია მრუშობის ცოდვა. გასაგებია? ანუ მრუშობა არის, რომ ერთგულება, ოჯახის ერთგულება ვინც დაარღვია. აი თქვენ რო ესე გესმოდეთ მარტივად. მერვე არიპარო მარტივია და დღეს ჩვენ არიპაროსთან დაკავშირებით პატარა მულტფილმსაც ვნახავთ, ძალიან შთამბეჭდავს. არიპარო იგივე არი ქურდოა და იცით რომ ღმერთი ხედავს და ესე იგი ეს იცოდვათ ითვლება. ბოლოს მეცხრე, ბოლოს წინა არის მეცხრე, არა ცილისწამო. ცილისწამება იცი რა არის? როცა აი მე ვიღაცამ გათიშა, თქვათ ახლა ჩვენი ისა, ვინ გათიშა რო იყო? არ ვიცი და მე ჩემი აზრით რო თქვა, მე მგონი ლუიზამ გათიშა რო თქვა. ლუიზამ გათიშა. ამ დროს ლუიზამ ხო იცის გათიშა თუ არა? და ღმერთმა იცის კიდე გათიშა თუ არა. ხო და ხო ლუიზამ გათიშა და ყველამ რომ ლუიზამ გათიშა და ლუიზა კიდე პირის ამ დროს არ გაუთიშია ლუიზას. ესე იგი ეს არის წამება.
როცა არიცი, არ უნდა თქვა ასე დაბეჯითებით და დაზუსტებით, ხო? წმინდა მამები ამასაც კი გვეუბნებიან, რომ აი ჩვენ ხშირად ინფორმაციას გადაუმოწმებებს ვებურობთ ვიღაცაზე, თითქოს ამან ეს გააკეთა. არც გადავამოწმებ და ავდგებით და ეხლა ამ ინფორმაციას თქვენთან ვავრცელებთ ეხლა. გაიგეთ, რომ აი ეს ამას ეს გაუკეთებია. შენ აიცი, მაგრამ გააკეთა, იქნება მოგატყუეს. იქნება იმან ცილი დასწამა. შენ ცილის წამებას აუცილებ, ესე იგი ამ ცოდვაში დგები. აი ხშირად ტელევიზიით ჩვენ ესეთი ინფორმაციები მოგდის და ჩვენს თუ არ დაუკვირდებით და თუ კარგად არ გავაანალიზებთ, შეიძლება ამ ცილის წამების ცოდვაში ძალიან ადვილად ჩავარდეთ. და სულ ბოლო ცნება ასეთია. ესე იგი, არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენის, რა არის ახლა ეს გულის თქმა? გულის თქმა არის, რომ აი, ესე იგი, გულშიც კი არ უნდა გაივლო ცუდი. ნახეთ, შეიძლება მოპარვა არ გამომივიდეს, თქვათ, აი, ანანოს რაღაც კარგი ტელეფონი აქვს, რაღაცა ლამაზი მუსიკები აქვს, რაღაცა და მე გამიჩნდა აზრი, რომ მოვიპარო ანანოს ტელეფონი. და ახლა ველოდები მომენტს, როგორ მოვიპარო ისი ტელეფონი. ხო და არ ჩამივარდა ეს შანსი. აი ველოდები, რომ იქნება დაუვარდეს, ვერ დაინახოს, აბა ველოდები. მაგრამ ანანო ისე ყურადღებიანად მოიქცა, რომ არც დაუვარდა და არც არაფერი და წაიღო სახში და მოკლედ ვერ მოვიპარე. ზოგი იფიქრებს, რომ თუ ვერ მოვიპარე, მოპარვის ცოდვა არ მაქვს, მაგრამ აი ეს მეათემცნება მას გულისხმობს, რომ შენ ხო გულში გაიფიქრე მოპარვა და უკვე ამ ცოდვაში ხარ. ესე იგი მეათემცნება გეუბნება გულში ნაკიღა გაიელვე და გინდოდა რომ მოგეპარა. უკვე ესე იგი ქურდობის ცოდვა გეთვლება. მიხდით, აი ეს არის მეათემცნება, ანუ ღმერთს შენი გული სჭირდება და მეათემცნებას მე ასე ადვილად რომ განუმარტო ხოლმე ბავშვებს, გულის მცნებას ვეძახი, რომ გული გქონდეს სუფთა, გულშიც კი კარგი უნდა იფიქრო და გულშიც კი არ უნდა გაივლო ისეთი რაც ღმერთს არ მოეწონება. აი ასე ჩემო გიფასებო, ბოლოს ერთი ამბავიც არის და ასე მოვჩები მე ამა ზაქარიას გადავცემ, რომ მოგიმზადოთ ეხლა თქვენ ერთი კარგი მულტფილმი და მერე თქვენი მოწერილი წერილები განვიხილოთ, ვინ მოიწერა წერილები, ვინ იშრომა, ვინ დაგვაფასა და რამოდენიმე ადგილებსაც წაგიკითხავთ. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ წირვა ლოცვა ზოგადად დიდი საიდუმლოა, მეოთხე მცნება ხო იყო ასეთი, რომ ყოველ შაბათ და კვირა ჩვენ უნდა წირვა ლოცვაზე ვიდგეთ და ღმერთის მსახურებაში მივიღოთ მონაწილეობა, აღსარება ჩაუბაროთ და ვეზიაროთ. ეხლა რასაც ჩვენ ვეზიარებთ, რამდენად არის ეს მნიშვნელოვანი და რამდენად არის ის ღვთაებრივი და განსაკუთრებული, ერთი პატარა ამბავი გადმოგცემს. ნამდვილი ამბავია ეს ამბავი. ერთი მღვდელი გაჭირებული პატიოსანი მღვდელი იყო ბავშვებო და ვალები დაუგროვდა, რაღაცაში ფული სჭირდებოდა და მე ამ ბანკში გაეზარდა და მოკლედ ვეღარ აბარებს და მივიდა ერთ კაცთან და უთხრა, რომ მოიტავ 500 ოქრო მასეს შეეურო ვალები მაქვს და მე მთელი ცხოვრების განმავლობაშიო წირვა ლოცვებზე მოგიხსენებ შენ. ხო და ამან ეს ახალგაზრდა მღვდელი იყო და იფიქრა, რა კარგიაო, ხო $500 მივცემ 500 ოქროსო და მთელი ცხოვრება დაახლოებით 5000-ისას კიდე მომიხსენებსო. ანუ ანგარიში გამოთვალა, მატერიალურად გამოთვალა, თავისებურად რა, დაფიქრდა, რომ თქვათ ერთი ზიარება იქნება აი 5 ოქრო, 10 ოქრო, თავისებურად, რა ვიცი, როგორი ანგარიშა და ამ მღვდელმა ჩაატარა ერთი წირვა და გარდაიცვალა ბავშვი, მოულოდნელად. ხო და ეხლა ის ხო ზარაში დარჩა კაცო, ერთი წირვა 500 ოქრო ბევრია, თავის გათვლით, რავი, 5 ფიქრობდა თუ 100 ფიქრობდა. ხო და მივიდა სახში და მოითხოვა ფული, დედამისი ნახა და დამზრუნეთ ჩემიო ფულიო. ამათ უთხრეს, რაც ფული გქონდაო,
სულო დაკრძალვის ხარჯებში წავიდა და მართლა არა გვაქვს, აბა როგორ მოვალები ქონდა კაცო, ვალები გაიზა. მაინტერესებს და ატყდა ერთი ამბავი და აწუხებს რა ოჯახს. იმდენად შეწუხდა ამის დედა, რომ დავიდა ეპისკოპოსთან და ეპისკოპოსი იყო ისეთი დიდი ბრძენი კაცი, თქვენ კარგად სმენიათ, ბასილი დიდი. აი რო იტყვით ხოლმე იოანე ოქროპირის წირვა და არის ხოლმე ბასილი დიდის წირვა, ასეთი დიდი საყვარელი. ერთ-ერთი ვერსიით ბასილი დიდი ამბობენ, რომ პროტო ქართველი იყო, ანუ წარმოშობით ქართული მოდგმისა იყო ეს ბასილი დიდიო და მოკლედ ეს ჩვენი ბასილი დიდი დაიბარა ეს კაცი, ეს დიდარი კაცი. და ეუბნება, რომ წამოიღე თან ოქრო და სასწორიო. რომეო იქიდან როცა უყვეთავო და ესე იგი სახელს ვახსენებო, შენ სახელსო, ცოცხლებს ხო იხსენებთ ხოლმე წირვადე, მიცვალებულებსაც და ცოცხლებს. იმ პურს დაგიდებო სასწორზეო, სასწორის ეს თეფშზეო და მეონეზეო შენ ფული დაამატეო და ავწონოთო რა, ამბა ერთი წირვაო, რამდენი ოქრო იქნებაო და რამდენი დაგვრჩება შენი ვალი გაგისტუმრებო, ასე რამდენი წირვა დაგვრჩაო რა, დასატარებელი. გაუხარდა მაგრად. აიღო მთელი თავისი ოქროები და სასწორი წაიღო. ის ვაჭრულად უდგება რა, ანგარიში. ხო და მართლაც ჩატარდა წირვა და როცა ამ კაცის ესე იგი როგორ არის იცი, კვეთას ნიშნავს, რომ მოყვეთავენ შიგ პატარა ნაწილს და მარჯინში ჩადებენ და ეს პატარა პური, ანუ ამ კაცის სახელზე ნაკვეთი პური დადო გამოიტანა ბასილი დიდმა და დადო სასწორის ერთ დილაზე. და ხო სასწორი გადაიხარა აქეთ, ხო? ეხლა აბა დადე შენი ოქროები. დადო ჯერ ყველაზე პატარა, იგრა სად ეხლა პური და სად ოქრო ხონძინია, დადო და არ აქვს რეაქცია. ვა, გაუხარდა, დადო უფრო დიდი, არ აქვს, მესამე დადო, არ აქვს, მეოთხე დადო და რაც კი ოქროები ქონდა ბავშვებო, აი მთელი 5 კილო, 10 კილო. დადო ასე ყველა და მაინც ვერ გადაწონა. და მიხვდა რასთან აქვს საქმე, რომ აუწონელი სიმდიდრეა. ჩვენ რასაც ზიარებაში ვიღებ, ქრისტეს სიცხლი და ხორცი აუწონელი სიმდიდრეა და დაემხო მუხლებზე და პატიებას თხოვა, რომ ერთი წირვის ფასიც არანაირი ფული არ ყოფილაო. და გადახდილი ყოფილა ყველაფერიო და დიდი შენდობა და ბოდიში და აღარ მინდა არაფერიო თქვა. აი ასეთი მნიშვნელოვანია წირვა ლოცვებზე დასწრება და აღსარებისა და ზიარების მიღება. ჭიანჭველა, რომელიც ბალახში დაფუსფუსებს, ვერ გრძნობს თხების მზერას, რომლებიც ბალახს ძოვენ და თავზე დახურებენ. მსგავსადვე, ადამიანებიც ვერ გრძნობენ უთვალავი რაოდენობის ზეციურ არსებათა მზერას, რომლებიც ცხოვრების გზაზე ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. იყო ერთი კაცი, რომელიც მიჩვეული იყო ქურდობას. მას და მის ოჯახს არაფერი აკლდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შეეძლო, რომ რამე არ მოეპარა. რომ დაგიჭირონ ქურდობაზე, ხომ ძალიან შევრცხვებით ხალხის თვალში. წავედი მე და მალე დავბრუნდები. მამიკო, მეც წამიყვანე. არა შვილო, შენთვის იქ არ შეიძლება წასვლა. წამიყვანე. კარგი შვილო, ერთად წავიდეთ. შვილო, აქ დამელოდე. ხორბალი უნდა გამოვართვა ჩვენს მეზობელს.
მამიკო, რამე ხომ არ დაგავიწყდა? სულ მარცხნივ და მარჯვნივ რომ იყურებოდი? არა შვილო, უბრალოდ არ მინდოდა ვინმეს რომ დავენახე. მამიკო, და ზევით რატომ არ იხედებოდი? ზევით რატომ უნდა ამეხედა შვილო? მამიკო, მარტო როგორ იქნებოდი? ღმერთი ხომ ზევიდან გვიყურებს. ახლავე დავბრუნდები შვილო. რა მოხდა? დაგინახეს? აი ხომ გეუბნებოდი, რა მოხდა? მეტი არასოდეს მოვიპარავ. ზეციური თვალისგან რა დაიმალება? ჭეშმარიტად. ადამიანს არ შეუძლია ღვთისგან ფარულად და დაუსჯელად მოიპაროს რამე, რადგან ღვთის ყოვლის მხედველი თვალისგან არაფერი იმალება ამ ქვეყნად. მაგრამ თუ მაინც ცდუნება გძლევს, თვალები ზეცისკენ აღაპყარი და ღვთის შიში იქონიე, რადგან შენ ყოველთვის მის წინაშეთ გახარ. უბრძანე უფალო ცეცხლს დაწვას ჩვენი ხელები თუ კი საქურდავად გაიწევენ. უბრძანე უფალო გველებს შემოეხვიონ ჩვენს ფეხებს თუ კი მოსაპარად გაემართებიან. მაგრამ უწინარეს ყოვლისა, გევედრებით, ყოვლის შემძლეო, განაშორე ჩვენს გულს სურვილი და ჩვენს სულს ფიქრი ქურდობის შესახებ. კარგი, ყველაფერი კარგად იყო ჩამოყალიბებული ლექსო, მარაჩვეულებრივად თქვა და თავარი ახლა ბოლოსაც იყო, რაზეც იყო ლაპარაკი, მე იმაზე გავაგრძელებ, ახლა აგერ იოანეს სახარება გადავშალე და წაგიკითხავთ რამდენიმე მუხს ზიარებასთან დაკავშირებით, რას ამბობს თვითონ იესო ქრისტე ზიარების შესახებ. ანუ რას ნიშნავს ზიარება? ჩვენ ხო ვიცით მარტო ეს უნდა მივიდეთ, თქვათ მე ამაო გამოიტანს ბარძიმს და ყოლზით ვაჭვევს ქრისტეს სისხლს, მაგრამ ნახეთ ზოგიერთს წამს, ზოგიერთს არ წამს, ზოგიერთს ესმის, ზოგიერთს არ ესმის, ზოგიერთს უჭირს გაგება უბრალოდ რა არის ეს? ნახეთ წმინდა იოანე მახარებელი როგორ რაღაცას გვეუბნება, აი რამდენიმე მუხს წაგიკითხავ. ნახეთ იესო ქრისტე რას ამბობს? მე ვარ პური ცხოვრებისაი. ანუ მამათა თქვენთა ჭამეს ბანანაი უდაბნოსა და მოსწყდეს. ანუ ნახეთ რას ამბობს, მე ვარო პურიო ცხოვრებისაი, ანუ პარადიული ცხოვრებისთვის. თქვენმა მამებმაო, ანუ მამათა ჭამეს უდაბნოსა, ესე იგი ბანანა ჭამესო. ეს ის ზეციური პურია, რომელიც როცა მოსემ გამოიყვანა ებრაელი ხალხი ეგვიპტის ტომიდან და ყავდა უდაბნოში, მაშინ ღმერთი მათ ციდან უყრიდა მანანას, ესეც საჭმელი იყო. მანანა ერქვა პურის სახით. და ყველა თავის გემოზე ჭამდა ამ პურს და ყველა იკვებებოდა, ანუ მშიერი არ რჩებოდა არავინ. უდაბნოში სადაც არ მოდიოდა ხორბალი, არ მოდიოდა წყალიც მოსემ სასწაულებრივად კვერთხი დაარტყა და გადმოვიდა დასალევი წყალი, მაგრამ ესე უცებ ხოვერ დათესავდნენ, ესე უცებ მაინც ხოვერ მოვიდოდა ის ხორბალი დაეთესათ და ამიტომ შივრები რო არ ყოფილიყვნენ, ღმერთი მათ აჭმევდათ უდაბნოში, ზეციდან უყრიდათ პურს. ნახეთ, ანუ ღვთისმოწყალება რამხელა არის ადამიანზე. არც ისეთ განსაცდელში, არც ისეთ მდგომარეობაში ღმერთი ადამიანს არ ტოვებს, თუნდაც ის უდაბნოში იყოს. ოღონდ ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს ღმერთის გვწამდეს და სარწმუნოებით ღმერთი აუცილებლად ყველაფერს მოგცემს, რაც ჩვენთვის არის საჭირო.
ნახეთ, ესე არის პური, რომელიც ზეცით გარდა მოხდა. ნახე, რას ამბობს ესე, უკვე თუ ვინმე ჭამოს მისგან არა მოკვდეს. ანუ თავის თავზე ლაპარაკობს. ესე იგი, მე ვარო ის, რომელიც ზეციდან გარდა მოხდა, ანუ ზეციდან მოვედი თქვენთან. და ესე იგი, რომელიც ჭამდეს მისგან, ის არ მოკვდეს. ანუ რა შედარებას აკეთებს, ნახეთ, არსებობს მიწიერი პური და არსებობს ზეციური პური. ზეციური პური კი მართალია იყო თქვათ ის მანანაც ზეციდან ერთის გადმოყრილი, მაგრამ მას ჰქონდა საკვები დანიშნულება ხორცის გამოკვებისთვის. და ნახეთ, ქრისტე თვითონ ამბობს, აქ არის მეორე მთავარი. მე ვარ სულიერი პური, ანუ ის უხილავი თქვენთვის, ასე თქვათ, სარწმუნოებით მისაღები, რომელსაც რო შეჭამთ, აღარ მოგშივდებათ არასოდეს. მე ვარ პური ცხოველი, ცხოველი ანუ ცოცხალს ნიშნავს. მე ვარ პური ცოცხალიო, რომელიც ზეცით გარდა მოხედ, უკვე თუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისამდე. და პური, რომელიც მე მივცე ხორცი ჩემი არის და რომელსაც მე მივცე ცხოვრებისათვის სოფლისა. ნახეთ, ვინც ჩემს სის და ხორცს მიიღებს, ანუ ვინც ეზიარება, ის არ მოკვდება უკუნისამდე. ნახეთ რა ხელა ბედნიერება ეგრო, ქრისტე ანუ რისთვის მოვიდა, იმისთვის კი არა, რაღაცა ჩვენთვის მხოლოდ ესწავლებინა ის, რომ როგორ უნდა გადარჩენილიყავით, არა. ერთი როცა ამბობს სახარებაში, მე ვიქნები თქვენთან ყოველთა დღეთა ვითრე აღსასრულამდე სოფლისა, ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა თქვა, რომ მე თქვენ არასოდეს არ მიგატოვებთ. და ყოველი წირვა, რომელზედაც საუბრობდა ლექსო მასწავლებელი, ანუ წირვა არის ზუსტად ის მდგომარეობა, სადაც იესო ქრისტე უხილავად მოდის ყოველთვის და ის ჩვენთვის მოიტანს თავის თავს, ასე ვთქვათ. შეიწირება ჩვენთვის და შემდეგ უკვე იმ პურს და ღვინოს გადააქცევს თვითონ თავისის და ხორცად, ეს რა თქმა უნდა სასწაულებრივია ჩვენი თვალისთვის დაფარულად, თუმცა ჭეშმარიტად ეს ასეა და ამას ვინც იღებს, ეს ნიშნავს, რომ ამის მიმღები ყველა იწმინდება თავის ცოდვებისგან, რა თქმა უნდა წინ უნდა უძღვედეს ამას აღსარება, ანუ სინანული და ამის შემდეგ უკვე ადამიანი, რომელიც მიიღებს ამ ხორცს და სისს და ხორცს, ქრისტესა ის იქნება, ასე ვთქვათ, სულით გაწმენდილი. ესე იგი, ილალვიდეს ურთიერთასურიანი იგი და იტყოდეს, ვითარბე ხელაწიფების ამას მოცემა ჩვენ და ხორცით ვისი ჭამად, ილალვიდეს, ანუ ერთმანეთში საუბრობდეს და გაკვირვებული საუბრობდნენ, ერთმანეთშიო უებრაელებიო, რომ რანაირად შეიძლება ადამიანმა თავის ხორცი გვაჭამოს. და ნახეთ, ხო მათ იესო. ამენ ამეგეთქვით, თქვენ უკვე თუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სვათ სისხლმისი არა გაქონდეს ცხოვრება თავთა შორის თქვენთან. და ნახეთ, აჩუბებს მათ და ეუბნება, ესე ჭეშმარიტად გეუბნებითო თქვენო, რომ თუ არ შეჭამთო ანუ იესო ქრისტეს სისხლს და ხორცსო, თქვენ არ გექნებათო ადგილიო, ესე იგიო, ღმერთთან, ანუ ვერ მოხდებით. რა საოცარია, ხო, ახლა ერთი შეხედვით როგორი უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი ადამიანს როგორ უნდა შეჭამოს. ზუსტად ამაში არის ქრისტეს დიდი სიყვარული ადამიანის მიმართ, რომ მან გარდასახვა მოახდინა ისე დონეზე, რა დონეზე და ჩვენ დავიტევდით ამას. ანუ პურის და ღვინის სახით მოგცა, თუმცა თავისი მადლით, თავისი ჭეშმარიტი, ასე ვთქვათ, ჩარევით და თავისი, ასე ვთქვათ, სულიწმინდის მადლით ხდება გარდასახვა სწორედ ამ პურის და სისხლის, როცა ადამიანი ამას იღებს, ის ადამიანის ორგანიზმი სწორედ იმ ფორმით იღებს, რომ მასში შედის იესო ქრისტე. ცოტა რთულია მის გაგება, თუმცა ნახეთ თვითონ იესო ქრისტე ამბობს ამას და ვინც არ შეჭამსო, მას არ ექნება ადგილი ჩვენთან, ანუ ღმერთშიო. ყველანი რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სვიმიდეს სისხლსა ჩემსა, აქ უნდა ცხოვრება საუკუნო და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა. და ნახეთ, ზუსტად ნახეთ რაზეც საუბრობს კიდეთ, რაც მთავარი არსია, თითქმის ამ 10 მუხლში აქ მე რასაც აგიკითხავთ თქვენ, მოცემულია ზუსტად ადამიანის ცხოვრების არსი. რომ ნახეთ ჩვენ სანამ ცოცხლობთ ამ დედამიწაზე, სანამ ვარსებობთ, თუ ქრისტეს სისხლს და ხორცს ვიზიარებით, მაშინ გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ იქნება მეორედ მოსვლა და ქრისტე აღადგეს ყველა ადამიანს. ნახე რას ამბობს, ხოლო რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, აქ უნდა ცხოვრება საუკუნო და მე აღვადგინე იგი უკანასკნელს ამას დღესა.
ნახეთ როგორი მომენტია, ანუ ვინც იქნება მაზიანებელი იესო ქრისტეს და ხორცის, ის რომს გარდაიცვალოს, ღმერთი მას უკანასკნელდეს, ანუ მეორედ მოსვლის ჟამს აღადგენს, ოღონდ აღადგენს წონებისთვის, გადარჩენისთვის და მარადიული ცხოვრებისთვის. რამე თუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არის და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არის. ანუ ნამდვილიაო ეს, თვითონ ამბობს ქრისტე. ანუ ის ჩემი ხორციო ნამდვილიაო, არ შეგებაროთო ერჩვიო, ამაშიო. და სისხლიო ჩემი ნამდვილიაო. და ესე იგი არავითარ შემთხვევაში ამაში არ უნდა შეგებაროთო, ესე იგი ეჩვიო, ხო? ხოლო რომელიც ხო მოდიშით ხორცი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არის და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არის და რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლი ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არის და მე მისთანა. ნახეთ, ესე იგი კიდე რამდენჯერმე იმეორებს. ვინც მიიღებს ჩემს სისხლს და ხორცს, მე მასთან ვიქნები და ის იქნება ჩემთან. ანუ ჩვენი გაერთიანება მოხდებაო. ეს არის მთავარი პრინციპი ზუსტად იმისა, რომ ადამიანი ქრისტეს გარეშე არაფერს არ წარმოადგენს. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია და ვიცით ის ფაქტორი, რომ თუ ანუ ადამიანს შეიძლება რაღაც შესაძლებლობები აქვს, მაგრამ განუსაზღვრელი შესაძლებლობები არ აქვს. თუ ადამიანს უნდა რაღაცას მიაღწიოს ცხოვრებაში და რაღაცა შეცვალოს, ყოველთვის ყოველთვის არის საჭირო ის მიენდოს ღმერთს ისწავლოს რა იქნება ღვთისთვის სათნო. ანუ ჩვენებურად რაღაცა ჩვენ გავაკეთოთ, შეიძლება რაღაცა გარკვეულ დონემდე მივახციოთ რაღაცას და გავაკეთოთ, მაგრამ სრულფასოვანი არ იქნება ეს. ანუ ჩვენ ბოლომდე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს იმას, რაც შეუძლია უხილა ღმერთს, ხო? მაგრამ ნახეთ, თუ ჩვენ ღმერთს მიენდობით, ადამიანი შეძლებს იმას, რაც ადამიანისთვის არის სწორედ შეუძლებელი. და ეს ხდება მხოლოდ სარწმუნოებით, ღმერთზე მინდობით და როცა ჩვენ ღმერთს მიენდობით, მაშინ ჩვენ ვსწავლობთ ღმერთისნაირად ცხოვრებას. ეს არის აქ მნიშვნელოვანი და თუ ჩვენ არ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს, მაშინ მხოლოდ ცხოვრობთ ამ წუთი სოფლის, ასე ვთქვათ, რაღაც წესებით და შემდეგ არ გვემართება ხელი ცხოვრებაში და ვერ ვახცევთ რაღაც მიზანს, რომელიც გვაქვს ასე ვთქვათ დასახული. ვითარცა მომავლინებთ, ესე იგი მომავლინა მე ცხოველმან მამამან და მეცა ცხოველ ვარ მამისათანა და რომელიც ჭამდეს ჩემგან, იგიცაც ხონდეს ჩემ მიერ. და ნახეთ, მეო ცოცხალმა მამამ მომავლინაო, თავის მამა ღმერთს ელაპარაკობს. და ესე იგი ისე ცოცხალიო და მეც მასთან ერთად ცოცხალი ვარო. ეს რას ნიშნავს? იცი არ იყო დრო, როცა ქრისტე არ არსებობდა. ყოველთვის იყო ის, იმიტომ რომ ღმერთს არ აქვს დასასრული და რაღაც შუა და დასაწყისი და ისა შუა და დასასრული არ აქვს. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება უკუნისამეთა, იმიტომ რომ მისთვის დასაბამი არ არსებობს. დასაბამი გვაქვს ჩვენ ადამიანებს, რომლებიც შევქმნა თვითონ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად. და ესე იგი და რომელიო ჭამდეს ჩემგანო, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერო. ანუ ვინც ჩემგანო იღებდესო იმ სწავლებას, იმას მე რასაც ვეუბნები ჩემსის და ხორცო, ესე იგიო, ის გადარჩება ჩემ მიერო. ანუ ამით რას ამბობს ქრისტე, იცი, ვერც ერთი ადამიანი ქრისტეს გარეშე ვერ გადარჩება. ვარიან ადამიანების რაღაც კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ იცი რა, ჩვენ არ გვწამს სამები ღმერთი, გვწამს ღმერთი მხოლოდ და თქვათ, მამა ღმერთი მწამს და მეტი არაფერი არ იცის მან და აი ნახეთ ქრისტე რას ამბობს ზუსტად, რომ ესე იგივე ვინც ირწმუნებსო იმას, რასაც მე ვეუბნებიო და შეჭამს ჩემსის და ხორცო, ის ცხონდება ჩემიერო. ჩემს გარეშე ვერ გადარჩები. ანუ ცხონება რომ გადარჩები და თუ კიდე მარადიულად იცხოვრო, ქრისტეს გარეშე წარმოუდგენელია. რამე თუ ესე არის პური, რომელიც ზეცით გარდამუხდა და არა ეგრეთ ვით არ იგი ჭამდეს მამათა თქვენთან მანანაი და მოსწყდეს, ხოლო რომელიც ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. აი მით დავასრულებ, ესე იგი ნახეთ, ცხონდე, ანუ ისინი კიდე იმეორებს, ანუ ეს 58 მუხლია, 58 დავიწყეთ, 58 სულ რაღაც 10 მუხლი წაგიკითხეთ და აქ იგივეს იმეორებს თითქმის პირველ მუხლში, რასაც ამბობს, არ პირველ მეორე მუხლში, რომ ესე იგიო ისინიო, რომლებიც ჭამენ მხოლოდ პურს, აი ნახეთ, მაგალითად ჩვენ ადამიანები ვიკვებებით, ხო, პური გვინდა რაღაცა სხვადასხვა საკვებით ვიკვებებით, ხო და გინახავთ ადამიანი ხარ, რაც არ უნდა მეტი ჭამოს, ბევრი ჭამა და არ მოკვდებაო, თქვათ. საჭმელი ხო არ არის, თქვათ, მარადიული ცხოვრების მთავარი, ესე თქვათ, საყრდენი. არა, საჭმელი არის დროებითი ჩვენი არსებობისთვის. ის წარმოვალია და ვიცი, ჩვენ ხო ხშირად გვჭირდება ჭამა.
მაგრამ აქ შეხედა როგორი მომენტია, ზუსტად იმაზეა განსხვავება, არსებობს საჭმელი დროებითი და არსებობს საჭმელი მარადიული. აი ზუსტად ეს არის, რომ ქრისტე ამბობს, რომ ვინ ჩამს ჩემგან, მას აღარ მოშივდება, ის იქნება ცხოვრებული, ის იქნება გადარჩენილი და ცხონდეს და რას ამბობს? ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ანუ თავის თავზე ამბობს, ცხონდეს უკუნისამდე. ანუ რას ნიშნავს? იცოცხლებს და იქნება ბედნიერი უკუნისამდე, სწორედ იმას ნიშნავს, რაზეც გესაუბრებათ ხოლმე მესამასწავლებელი, ზუსტად იმ სამოთხისეულ მდგომარეობაზე, რისთვისაც უნდა ზრუნავდეს თითოეულ ჩვენთაგან. ეს არის მთავარი პრინციპი ნებისმიერი ლექციისა, ნებისმიერი რჯულისა, ანუ ყველა რჯული უნდა მიგითითებდეს შენი, ანუ შენ უნდა გასწავლდეს ცხოვრებას იმისკენ, რომ შენ არასოდეს არ მოწდე ქრისტეს. ერთად აგლოცავ, ჩვიდობი აღამეს გისურვებთ, რავაც დაესწრეთ ყველაფერს სიკეთით. ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ ერთი ადამიანი მეორეს უნდა გამოადგეს რაღაცაში. ისე კი არა, რომ მარტო მე ვიყო კარგად, არამედ უნდა ესეთი მეოჯახე უნდა იყოს ადამიანი. ეხლა თქვენ კლასში ხო 21 ხართ თუ რამდენი? 21 ხართ. აი მე მინდა გითხრათ, რომ 21 ბავშვიდან თუ რომელიმე მოწყენილი იქნება, თავს დაჩაგრულად იგრძნობს, თავს ესე იგი უნუგეშოთ იგრძნობს, ეგ იცი ვისი ბრალი იქნება? იმ დანარჩენი 20-ის, რომელმაც იმ ერთზე ვერ იზრუნო. ესმით რაზეა ლაპარაკი? ანუ ყველამ რო თავის თავზე იზრუნოს, არაფერი არ გამოვა. მაგრამ ყველამ რო იმ ერთზე იზრუნოს, ის ერთი ძალიან დიდი ნუგეშით იქნება სავსე და იმედიანი იქნება. მერე სხვას გაუჭირდა, ეხლა სხვაზე უნდა იზრუნოს და ჩვენი ქვეყანაც ესე ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ყველა ერთმანეთზე ფიქრობდეს. ეხლა მე რასაც ვამბობ, ეს რაღაცა იდეალია და შეიძლება არასოდეს არ მოხდეს. მაგრამ აბა მოდი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ აი ყველა ერთმანეთზე ფიქრობდეს. რომ ნეტა ის როგორ არის? საქართველოს ყველა კუთხე ერთმანეთზე ფიქრობდეს. ნეტა იქ როგორ არიან, რამე ხო არ უჭირთ. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი მოვალეობა არის და უფლებები რიცი რისთვის არის საჭირო, რომ ის მოვალეობა შეასრულოს. უფლება თუ არა აქვს ადამიანს, მოვალეობასაც ვერ შეასრულებს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. აი თქვენი ბატონი დირექტორი, უხუცესი კაცი. მას ვალდებულება აქვს, რომ თქვენ ადამიანებად აღიზარდოთ. ამიტომ მას ძალიან ბევრი უფლებები აქვს. ეს უფლებები თუ არ ექნება, ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, ფიზიკურად ვერ შეასრულებს. ახლა მაგალითად აი მე სულ ფეხბურთიდან მოვყავს ხოლმე მაგალითად ბავშვობაში მეტი არაფერი მაინტერესებდა. ფეხბურთში იმ 11 კაციდან ერთს ხო აქვს უფლება, რომ ბურთს ხელით შეეხოს. ვის აქვს უფლება? მე კარის. რატო აქვს ახლა უფლება რა? ის დანარჩენ 10 ჯობია? კარგი ბიჭია და იმიტომ აჰა მიანიჭოს უფლება, შენ ახლა კარგი ბიჭი ხარ, ბურთს ხელით შეეხეო? აბა რატო? როგორ? ისეთ პოზიციაზე თამაშობს, რომ კარის დაცვის საქმეში ყველაზე მეტი ვალდებულება მას აქვს, უშუალოდ კარებში დგას ის და ხელი თუ არ შეახო, წარმოიდგინეთ, ვალდებულებაა რომ კარი დაიცვას და უფლებაა რომ ხელით შეეხოს. ხელით შეხების უფლება აქვს და მაინც ვერ იცავს კარს. ზოგ შემთხვევაში ხო მართალია? აი ხელით შეხების უფლება რო არ აქვს, აბა რა უნდა გააკეთოს? იმიტომ მისთვის ეს უფლება რომ ხელით შეეხოს ბურთს არის ინსტრუმენტი, ანუ იარაღი, საშუალება რომ ვალდებულება შეასრულოს. ჩვენს თუ რამე უფლება მოგვენიჭა ცხოვრებაში, იმიტომ კი არა რომ ჩვენ კარგი ბიჭები ვართ და სხვაზე მაგრები ვართ და კარგი გოგოები ვართ და მოგვანიჭეს უფლებები, არა. ყველათ არ ანიჭებენ უფლებას. ეს უფლება არის ღვთისგან მიცემული ტალანტი, რომ ეს უნდა გაამრავლო და გამოიყენო, რომ შენი საქმე შეასრულო. აი მაგალითად, დისტრიბუცია ხო გაიგონიათ, რომ დაატარებენ აქეთ-იქით სხვადასხვა პროდუქციას. დაუშვათ ამ დისტრიბუტორს უფლება მისცეს, რომ ამა თუ იმ ბენზინ გასამართი სადგურიდან რაღაცა რაოდენობის ბენზინი ჩაესხა. მისცეს უფლება. მაგრამ რატომ მისცეს? იმიტომ რომ წავიდეს და მეგობრებთან ერთად იკატაოს. მაგიტო ხო არ მისცეს, რომ დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. ახლა მე როგორ იყენებს ეს კიდე სხვა საკითხია. არის ხოლმე გადახვევები, მაგრამ ხო იმისთვის მისცეს და
ხო, აი იმ საწარმოს დირექტორის წინაშე ხო ვალდებულია რომ როგორც ჩაუსხეს საწვავი და რისთვისაც ჩაუსხეს გამოიყენოს. ხო მართალია. ყველა საკატაო თუ არ მისცეს. აი ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭა ეს საწვავი, ჩვენი ენერგია, ჩვენი ძალები, ჩვენი უნარები, შესაძლებლობები. მაგრამ იმის გამო კი არა რომ ჩვენ გავერთოთ, დრო ვატაროთ და რაღაცა ვილაზღანდაროთ. ამისთვის არა. რაღაცა კონკრეტული მისიით მოდის თითოეული ადამიანი. აი ხა 21 ბავშვი ხო ხარ და კიდე არა 21 არამედ მრავალი. არც ერთი თქვენთაგანი ისე ტყუილად არ დაბადებული. ღმერთმა ის გამოგზავნა დედამიწაზე რაღაცა დაავალა კონკრეტული შენ ეს უნდა გააკეთე. გესმით აი რაზე. ეხლა მაგალითად შოთა რუსთაველი ჩვენაირი პატარა ბავშვი იყო, დაიბადა. მაგრამ რა გააკეთა? ნახელა რაღაც შექმნა, ხო მართალია. იმას რომ აიღო და კალამი ტყუილად რაღაცები დაეხატა, ვეფხვის ტყავსანი გამოვიდოდა? არ გამოვიდოდა. იმას სწორედ გამოიყენა თავისი კალამით, თავისი გონებას, ჯანმრთელობას და ყველაფერს. ამიტომ აი ჩვენ ახლა რაზე უნდა დავფიქრდეთ, იცით? უნდა დავფიქრდეს კაცი რომ მე რა მევალება ღვთისგან, რა მევალება ჩემი სამშობლოსთვის. ენაცვალეთ ეხლა მე მინდა ჩვენი დავალებების შესახებ პატარა მიმოხილვა, ესე იგი ჩავატარო. რა თქმა უნდა, ყველას ვერ წავიკითხავთ სრულად, იმიტომ რომ ძალიან დაგღნით ასე და მე არა თქვათ რომ დავიღალეთ და აღარ შემოვალთო, ამიტომ მე გადმოგცემთ ესე იგი რამოდენიმე ნაწერის შინაარსს და რამოდენიმე ყველაზე კარგ ადგილებს წაგიკითხავთ. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ბავშვებს სურვილი გაუჩნდათ, რომ დაეწერათ ასეთი გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება, გადმოეცათ ის შინაარსი, ის ცოდნა, რაც მიიღეს და ყველაზე მთავარი განწყობა გადმოსცენ ბავშვებმა, რა განწყობა ტრიალებს მათ გულში, ანუ რა შეიძინეს სამშობლოს ცოდნეობაზე. აი ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. ეს წერილები გაგრძელდება, მე ცნობისთვის გეტყვით, რომ ასეთი გვერდი არსებობს სამშობლოს მცოდნეობა, ტირე, ლექსო გელაშვილი და აი იქ უნდა დადოთ ეს ყველაფერი და ვისაც სურვილი გექნებათ, შედით მე წაიკითხეთ თქვენ თვითონ სრულად. დავიწყოთ ლიზი გაბრიელაშვილი, ასეთი გოგონა დღეს ჩვენთან იმყოფება. ლიზი აქ არის ახლა, ჩვენი ლამაზი დახატული ლიზი. პატარა წყარები დაგვიწერა, ქრისტეს შობამ რა მოიტანა გულშიო და ნახეთ რა საყვარლად დაგვიწერა. ქრისტეს შობა გულში მოხფენს სიყვარულს, მშვიდობას და სიხარულს. ეს არის იმედი, რომ ახალ წელს და ცხოვრებას სინათლით და კეთილდღეობით დავიწყებთ. შობის დღესასწაული გვახსენებს, რომ მთავარი ღირებულებებია სიკეთე, ურთიერთსიყვარული და რწმენა. ნახეთ რა საყვარელი ბავშვია, რომ რწმენაც არ დაავიწყდა, იცით რომ მთავარი ჩვენთვის რწმენაა. ძალიან საინტერესოდ წერს ჩვენი საყვარელი მარიამ კანთელაშვილი. თქვენ გახსოვთ, რომ წინაზეც კარგად მსჯელობდა და ასეთი წერილი დაგვიწერა, მოთხრობა. გაბრიელის წერილი, ასე ქვია. გაბრიელი სოფლის ყველაზე ჩუმი ბიჭი იყო. საუბარი არ უყვარდა, მაგრამ საოცრად გამოუდიოდა ფიქრების წერილებად ქცევა. რა საოცრად ლამაზად წერს მარიამ. კიდევ ერთხელ წავიკითხავ ამ ფრაზას, საუბარი არ უყვარდა, მაგრამ საოცრად გამოუდიოდა ფიქრების წერილებად ქცევა. ეს პატარა წინადადებამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ დღეს მასწავლებელმა კლასში განცხადება გააკეთა, ბავშვებო, სამშობლოზე უნდა დაწეროთო და დავალება მიეცათ. მოკლედ ზოგმა რა გააკეთა, ზოგმა რა და ეს ჩვენი გაბრიელი მივიდა ბებოსთან და კითხა, რა არის სამშობლო და მოკლედ ბებომაც რაღაცები ასწავლა და ნახეთ ახლა როგორ წერს, შვილო, სამშობლო გულში ინახება. შენ გენაცვალე მარიამ მაგ პატარა გულში, ნახეთ. შვილო, სამშობლო გულში ინახება. ის მიწა, სადაც პირველად ისუნთქე,
ის ადამიანები, ვინც სიყვარული გასწავლა, სამშობლო შენი რწმენა, შენი ფიქრი და შენი იმედი. აქაც დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, აი წმენა რო არ გავიწყდება, იცი შენ. მოკლედ გაბრიელმა ივაშკაცა მაგარი თემა დაწერა და დაარქვა ჩემი სამშობლო. როცა სოფლის მთებიდან ზია მოდის, გრძნობ როგორ უყვარს ამ მიწას თავისი ხალხი. სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის, არამედ ადამიანების სითბო და რწმენა, რომელიც ამ მიწაზე ცხოვრობენ. სამშობლო ისაა, რომ მამა ღვინოს წურავს, ყურძენს, დედა პურს აწყობს და ბებია ძველ სიმღერას მღერის. ის იმედია, როცა მამას ომში ვაცილებ და ლოცვით ველოდებით მის დაბრუნებას. სამშობლო ჩვენი წარსულია, ისტორიები, რომლებსაც ჩვენ ბებიებსა და ბაბუებს გამოვკითხავთ, ჩვენი აწმყოა, შრომა, რასაც ჩვენი სოფლისთვის ვაკეთებთ და ჩვენი მომავალია. ის ფიქრები, რომლებიც ოცნებებში გვიხატავს, როგორი შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც ყველას გაუთმება გული. ჩვენი სამშობლო ფერადიცაა და მდელოა, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ჩვენ ვართ, ადამიანები. სანამ ჩვენ გვიყვარს, მანამ იცოცხლებს ეს მიწაცო. ხედავთ რა უწერია? სანამ ჩვენში იქნება სიყვარული ადამიანებშიო, მანამდე სამშობლოც იქნებაო. რა თქმა უნდა, ესე იგი გაბრიელის წერილი წაიკითხეს, ყველამ სიჩუმე ჩამოუვარდაო, გაუკვირდათ, იმიტომ რომ გაბრიელი ხო არ იყო ცნობილი და განთქმული, წყნარი ბიჭი იყო. ხო და ესე იგი დასკვნა ასეთია. იმ დღიდან გაბრიელის ჩუმი ბუნება ყველაფრის სასწაულად იქცა. ბიჭი, რომელიც წერილებით სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდაო. ანუ ესე იგი ესეთი წყნარი გაბრიელი, როგორ სამშობლოს სიყვარულის ყანაირად შემოიტანა გულში. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, მართლა განსაკუთრებულად მომეწონა. ტატო გაგნიძემ დაგვიწერა ძალიან საინტერესოდ ამ გაკვეთილებმა, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა პირადად მე. გავიგე სამშობლოს შესახებ ბევრი ინფორმაცია. მე რაც არ ვიცოდი, ისეთი რამე ვისწავლეთ, რომ ყოველთვის უნდა გვიყვარდეს უფალი და გქონდეს რწმენა. აი აქაც ნახეთ, რადგან უფალი არა მარტო არ მიგვატოვებს, ყოველთვის დაგვეხმარებაო. და კიდევ აქ ხას უსვამს, რომ წმენა და სიყვარული და ერთი საინტერესო რაც კიდე დაწერა, ის არის, რომ არ ვიცოდი და ახლა გავიგე 64-ის შესახებო, რომ იქ ძალიან კარგიაო. და ისიც გავიგე 64-ში, რომ რაც ხდებაო, ანუ ის რომ სიყვარულია იქ და რომ არ ღამდება და ასე შემდეგ. ძალიან საყვარლად დაგვიწერა ლის გაბრიელაშვილმა სიკეთის ფარული ენა. ნახეთ რა ორიგინალური სათაურიც გამოვიდა. ჩვენ ხო გვაქვს გულის ენა და ლიზიმ ასე მოიფიქრა სიკეთის ენა, ანუ და სიკეთის ფარული ენა, იმიტომ რომ ნამდვილი სიკეთე ხო ის არის, რაც აფარულია. შეხედეთ, ძალიან პატარაა და წაგიკითხავთ. სოფლის ბოლოს პატარა სახლში მოხუცი ქალი თამარი ცხოვრობდა. ხალხი ამბობდა, რომ მისი ვაგი ყოველთვის სხვებზე ადრე ყვავილობდა. თითქოს მასთან რაღაც ღვთიური ძალა ცხოვრობდა. ერთ დღეს თამარმა გაიგო, რომ მეზობელს დალიას მოსავალი დაეღუპა, ანუ გაუნადგურდა და ზამთრისთვის არაფერი ჰქონდა. თამარი ჩუმად წავიდა და თავისი ბაღიდან საუკეთესო ხილი და ბოსტნეული მოკრიფა. შემდეგ ღამით, როდესაც ეტყობა დალიას ეძინა, ისე რომ არავის გაეგო, ყველაფერი დალიას კართან დატოვა. მილით დალიამ ნახა საჩუქარი და ჩურჩული თქვა, ღმერთო, მადლობა. თამარი ფანჯრიდან უყურებდა და გულში გაიფიქრა, სიკეთე ღმერთთან საუბრის ყველაზე ნათელი გზაო. გენაცვალე შენ. ერა საყვარელი ვიზი ყავს. და კიდევ ერთ წერილს დავით გაგნიძემ დაგვიწერა ასევე რწმენაზე, ღმერთზე, რომ ტაძარში დადიოდაო ეს კაციო და მოკლედ ერთხელ რომ დაიძინა სიზმარში ნახაო, მოკლედ ღმერთის შესახებ არის ესა და ღმერთი ესე იგი როგორ ასწავლის მოკლედ მამა რომ ღმერთთან კავშირი ქონდეს და აი თავისი თბილი დამოკიდებულება დავით გაგნიძემ ასე თბილად გადმოღწა. და კიდევ ერთი გაგნიძის წერილია.
რატო გაგნიძე ვთქვი, ხო? ეს დავით გაგნიძეა. ეხა ჩემოდვითფასებო, კიდევ წერილების შემოგაგზავნა ნინო მასწავლებელმა, მაგრამ ავტორები აქ არ აწერია, სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით, ნინო მასწავლებელი თუ აქ არის, იქნება ნინო მასწავლებელმა თვითონ გითხრას. იყო ერთი კაცი, მას სწამდა ღმერთი, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა და ბევრ ცოდას ჩადიოდა. ცხოვრობდა ისე უდარდელად, როდესაც მოხუცდა და სიკვდილის პირას იყო, ერთ ღამეს სიზმრად უფალი გამოეცხადა. როდესაც მას გამოეღვიძა, მიხვდა თავის შეცდომას და სანამ გარდაიცვლებოდა, იგი ყოველდღე ლოცულობდა. მოკლედ განიწმინდაო ლოცვედრებით და ღმერთმა წაიყვანა სამოთხეში, ასეთი თბილი და კეთილი დამოკიდებულება ამ ნაწერში. შობას კარგი განწყობა მოაქვს ყოველთვის ჩვენთვის. ამ დღეს იესო მოვლენილია დედამიწაზე, რათა ხალხმა ღმერთი იწამოს, რომელიც ჩვენი გულისთვის ჯვარზე ეწამა. მე დიდი მოლოდინი მაქვს ყოველ შობის დღესასწაულს. მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანები მეტად მორწმუნენი გახდებიან და შეინანებენ თავიანთ ცოდებს, რათა შეწყდეს ქვეყანაში არსებული უამრავი უბედურებაო. ნახეთ, როგორი კივილითა წერს და როგორი სიყვარულით. აი ესაც არ ვიცი, ამასაც ავტორი არ აწერია. ესე იგი, აქაც ღმერთი როგორ ეცხადება ადამიანს და ხო, აქაც იგივე განწყობაა, რომ რო არა ეკლესიურად ცხოვრობს, ღმერთი ეცხადება და მერე როგორ დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება. ამიტომ მე ხა ჩემო ვიფასებო ატვირთონ ყველამ ვინც და ყველას უბრალოდ სახელები და გვარები მივწერე და დავით ბიათაშვილი ყოფილა, ეთყობა პირველი რო დავწერეთ, დავით ბიათაშვილი, თეთევან ქართველი შვილი ყოფილა, ეს მეორე. შემოდვიფასებო, მე რო არ გადაგღალოთ ამ წერილებს სახელების და გვარის თანხლებით, რომ არ დაიკარგოს, თქვენ სრულად ვისაც გინდა წაიკითხოთ, იმეორებთ, რომ სამშობლო ცოდნეობა ირე ლექსო გელაშვილი. მე ვიცი, რომ სხვა ბავშვებმაც ბევრმა დაწერეს ეს დავალებები შეასრულეს და ესე იგი, აი ზოგმა აქაც გამოაგზავნა და ზოგმა არც იცოდა, რომ უნდა გამოეგზავნათ, აი აქ ბევრს კიდე გამოუგზავნია და მოკლედ აქაც შეგიძლიათ დაიკითხოთ. კარგით, აბა ყველას გეფერებით, მიყვარხართ ძალიან, სათითაოდ მარიამ, ლაზარე, დემეტრე და andrija, სუყელას გეფერებით, ჩემი ილია საყვარელი. ჩემი ბიჭი ილია. კენაცვალე, შეწეღან გამაგდო და ვეღარ შემოვედი და მიხარია რომ ისევ დაგიბრუნდით. აბა ყველას გეფერებით. მადლობა ლექსო მასწავლებელო, მამა ზაქარია, თამუნა, მოგიკითხავთ ყველას და გეფერებით. ჩემო პატარა ქართველებო. მადლობა ლიზი გაბრიელაშვილს, განსაკუთრებული მადლობა მარიამ კანთელაშვილს, განსაკუთრებული მადლობა. არაჩვეულებრივად ლამაზად წერს და დარწმუნებული ვარ და კიდევ ველოდები თქვენიდან სხვა ნაწერებს შემოგვიფასებო, მაგრამ ჩვენი მთავარი საკეთებელი კი არის, მოდი 10 მცნება გააზრება მთავარი. აბა გაიაზრეთ ახლა. ზეპირად ცოდნა იმდენად არა, რამდენად სწორად გააზრება უნდა ვიცოდეთ და საქმეში განხორციელება. აბა ცხოვრებაში ამიერიდან, ესე იგი, ვინ როგორ გაიაზრებს და სიცოცხლეში განახორციელებს აი ამ ჩვენ მცნებებს, ეს არის ჩვენი დავალებაც და ჩვენი მთელი ცხოვრების დავალებაც. გენაცვალეთ, აბა მიყვარხართ.